გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. მიმ ლორდ მერაბ თვალიშვილი. Be humble. Be humble. Be humble. კენდრიკის და მერაბის ფიც ვიხილავდი სიამოვნებით. Be humble. მამე ხუდა. გასულზე მოსემეს. მამე! რამდენი ხნის განმავლობაში გიტანდა? 1-2 საათის განმავლობაში. აი ეს წელი გქონდა ძალიან ჩაჟიჟი. თავიდანვე გიტყვის იმ დღეზე ცალიპერაშკი მქონდა ჭამინე მაგის მე იქა წემეძინა რაღაც პონჩი უჭმელობის გამო უფრო წევიქეცი მაგრამ მაგას სიმონ თავი დავანებოთ. კაპიტალი ტიკტოკი უაფეთქებულია ძმა და ჩემი ძის დაკლი. ხაბიბს შეხედეთ, ხაბიბს აფერი მზადება, ხაბრის გამოსარფევა, ჯე? ოპ. ხელი ბიჭო. ხელი გოუში. ენაცვალე, მერაბა. ეს სატოქნა ხაბიბმა, რომ ეგონა რომ მართლა უმარმა მოიგო? ხაბიბ ნურმაგომედოვს ხო ქონდა 29-0-ზე. მის ბიზაშვილებს უმარს ქონდა 18-0-ზე და მერაბმა წაართვა 0-იანი და 18-1 აქვს და უმარის ძმას უსმანს აქვს 0-0-ზე. და ერთი წაგება მარტო მერაბთან იქნებათ ამ საბიზაშვილს. კი არიან სხვა ნურმაგომედოვებიც, ვინც იბრძვის UFC-ში, მაგრამ ესენი ყველაზე ახლოვები არიან. Get the fuck off my dick, that ain't right. I make a play, fucking up your whole life. Be humble. I'm so fucking sick and tired of the Be Photoshop. humble. Humble კარგად გაიმი. სადღაც 1 წლის წინ თუ უფრო დიდი დროის წინ მე გადავიღე ვიდეო იმაზე თუ რა არის მიმები. ვიდეო მიუძღვენი მაგას და ვიდეოში ხსნი რომ ამ სამყაროში ადამიანის გონებაში რომ რამე ჩაილექოს მაგისტრის ყველაზე ძლიერი საშუალება არის მიმი და მიმი ეს ინტერნეტ მიმი არ არის ხოლმე რასაც ჩვენ ინტერნეტში ხვდებით. მიმები არსებობს მას შემდეგ რაც არსებობს ადამიანი. მიმები არის კულტურის გენები. თქვენ სამეგობროშიც გაიხსენებთ ალბათ მინიმუმ ერთ ადამიანს, თუ არა მეც, რომლებიც ყოველდღიურობაში მიმებით ლაპარაკობს. მიმები არსებობდა პრეისტორიული დროიდან, ძველი საბერძნეთიდან მოყოლებული და არის კიდევ უფრო ძველი შემთხვევებიც. შემდეგ ინტერნეტის შექმნამ და განვითარებამ მიმები კიდე ახალ საფეხურზე გადაიყვანა და საერთოდ ამაზე ამდენს რატო ვლაპარაკობ, როცა ამაზე ერთი მთლიანი ვიდეო მიდევს უკვე და შეგიძლიათ ის ვიდეო ნახოთ თუ გაინტერესებთ, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელი არის ახლა რომ მერაბ დვალიშვილი, ჩვენი სახელოვანი ჩემპიონი, რომლის პოსტერიც უგან მაქვს სეტანტა მაჩუკა და წინა ვიდეოში გავამბოქსე. მერაბ დვალიშვილი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარა ქვეყნიდან ვართ, სულ რაღაც 3 მილიონი ნახევარი ვართ. შესაბამისად, მერაბს ცოტა გულშემატკივარი ყავს ქვეყნიდან გამომდინარე. მექსიკელი რომ იყოს მერაბი, ბრაზილიელი, ამერიკელი ან მას ბუნებრივად მეტი გულშემატკივარი ეყოლებოდა და ბუნებრივად უფრო საინტერესო იქნებოდა როგორც UFC-ს პროდუქტი, როგორც ჩემპიონი, რომელსაც ფული შემოაქვს ორგანიზაციაში. ხაბიბს და მის თიმს მაგალითად მთელი მუსულმანური სამყარო და შეიხები უდგას უკან. და ამიტომ ისინი ძალიან სასურველი ჩემპიონები არიან UFC-თვის. რადგან შეიხები ბევრ პლუს ატენიან და ატენიან. მაგრამ მერაბმა შეძლო ის, რაც სინამდვილეში ყველაზე ძლიერი რამეა, გულშემატკივრობის მოსაპოვებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანაში ცოტა ხალხი ცხოვრობს, კარგი იქნებოდა რომ 3 მილიონის მაგალითად 20 ვიყოთ. საერთოდ სხვა ქვეყანა ვიქნებოდით. 3 მილიონი ნახევარი თუ ამდენ რამეს ვაკეთებთ, 20-ას ვიზამთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მერაბმა შეძლო და გადაიქცა UFC-ს მიმ ლორდად და მიმ ლორდობა არის ისეთი მნიშვნელოვანი რამე პოპულარობისთვის, როგორიც არაფერი არ არის საერთოდ. ადრე იმ ვიდეოში ვამბობდი, რომ შეუძლებელია რამე გახდეს ცნობილი, რაზეც მიმები არ არის თქო. და ცნობილი შემდეგ იმით ხდება ყველაფერი, რაზეც მიმებია თქო. ამაზე შეგიძლიათ შემეგამართოთ და ბევრი რამე გაიხსენოთ. გამონაკლისი, მაგრამ თუ საკმარისად კარგად ჩავღრმავდებით, ეგეც არ იქნება გამონაკლისი და ამ თეორიაში ჩაჯდება. და მერაბი ბოლო ჩხუბებში რასაც აკეთებს, თავიდან ბოლომდე მიმია. უამრავი TikTok edit-ი კეთდება, უამრავი მიმი კეთდება და ყველას შეაყვარა თავი ამ თავისი კარგად გამიმვადობით. და ეხლა მეც ინტერნეტში რაც კი შემოხვდა ბევრი მსგავსი ვიდეო, მაგას უყურებ. If music is therapy, who's your therapist? ეს სიმღერა არის ლაშქრული და რამდენიმე თვის წინ მოусმინე პირველად TikTok edit-ზე ედოდა. შემდეგ მოусმინე YouTube-ზე კარგად და ძალიან სიგიჟია. ეგეთი აღმავთვალანებელი იშვიათად მინახავს ცხოვრებაში რამე. ხედრული კიდევ უფრო ცნობილია და ლაშქრული განსაკუთრებულად მომეწონა. და ისეთი ტექსტი აქვს, რომ წარმოიდგინე რომ 1000-ობით ეს ქართველი რაღაც ჩოხებში ძველ დროში მიდის თებში რომ ვიღაცას წერს შეებრძოლოს და შეიძლება შეაკვდეს და ლაშქრულს რომ ღერი. ხელაზე წევს შეფასებას. შეიძლება საერთოდ სხვა ბრძოლა მივიღოთ სიმღერის შემდეგ. ქართველ მებრძოლებს მიმართავ რომ ამ სიმღერაზე გამოდითხობენ. აი ხა ეს Superman Punch დაარტყავს. ეს კადრებიც ინულიან ტბაში თავის ჩახტომა.
მერაბის მთელი კარიერა არის იდეალური მიმი, იდეალურად გაიმიმება ყველაფერი და რადგან ჭიდაობის უნარები არ აქვს. შენს შვილსაც კი შეუძლია მისი გდებებისგან თავის დაცვა. უმარტივესი და პრიმიტიულია. A few moments later. სამწუხაროა რომ ასე ფიქრობდა. მაგრამ აი მერაბზე რო დავდე ვიდეო რატომ არის მერაბ თვალიშვილი გენიოსი, იქ ვამბობ რომ შეიძლება მერაბი გებრძოლოს, მოგიგოს, მაინც მე ვერ მივხვდი რა სტრატეგიით გებრძოდა და ზუსტად იგივე შემთხვევა დაემართა უმარს თან ძალიან სასიხარულოა შემთხვევის, იმიტომ რომ ჩემ ვიდეოს შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, რამდენად პროფესიონალები არიან ახლა ეს ტიპები, ვინც UFC-ში კამერაზე იბრძვის და მისი გუნდი და ანალიტიკოსები და ყველა და მერაბის სტრატეგიას მაინც ვერ ხვდებიან. და ეს უმარი ინტერვიუში ამბობს, რომ აი, და უნდა გიქნასო მოვაო და წაგაქცევსო და მე ძირსაც არ გაკონტროლებსო და ისევ ადგებიო და სინამდვილეში იმ ვიდეოში არის ახსნილი, რას ნიშნავს ეს უბრალოდ წაქცევა. და უბრალოდ წაქცევა არ არის სინამდვილეში. აი რომ ამბობდა აი ესე, მე მოუწია. ილია გული გვაჩვენე. ძმაილი გული გვაჩვენეო და ნამდვილი გული აჩვენე. ეხლა იბრძვის ალექსანდრე თოფურია. ის დებიუტია UFC-ში და აუცილებლად უყურეთ და არ გამოტოვოთ. და თუ სეტანტა არ გაქვთ, სეტანტაზე უნდა უყუროთ მაინც და გამომწერს იქნება თან პრომოკოდით 30%-იანი ფასაკლები. და თუ ვინმეს არ გაქვთ აკაუნტი, შეგვიძლიათ ფასაკლებით იყიდოთ და. რაც შეეხება ალექსანდრის, ის ნახე ცისრულის დეტექტორში იყვნენ ძმები თოფურიები და ალექსანდრეს კითხეს, შენ ძმაზე ძლიერი ხარ თუ არაო და კიო. და სიცრუის დეტექტორმა მართალიაო. პრაქტიკიჟია რომ სოფლიოს ესეთ დომინანტი წაუგებელი ჩემპიონი მაქავს, თავი უფრო ძლიერად მიგაჩნია. ნამდვილი ბრძოლური ამბიცია. ერთული მაქვს ალექსანდრეს ჩუბი ვიხილოთ. ისიც მაგ ივეცით რას არის და ალექსანდრეც გავიგოთ, ნამდვილი მონსტრი უნდა იყოს. თან ჯიგარია, მის კარიერა ახლა იმიტომ იყო დაპაუზებული, შეიძლება ასე ითქვას, რომ თავის ძმაზე იყო ფოკუსირებული. დოკუმენტური ფილმი ნახე კიდე ილიაზე და თუ არ გინახავთ აუცილებლად ნახეთ. იმდენად მაგარი იყო, როგორც ფილმი. აი ილია საერთოდ რო არ იცოდე ვინ არის, ფილმს რო უყურებ, აუცილებლად მოგეწონება როგორც ფილმი და პლუს ილიას გულშემატკივარი გახდები. და ბოლოჩხოვები ილიასი რაც არის, მანდ ბექში რაც ხდებოდა, შიდა სამზარეულო ჩანს, ილიას მენტალიტეტი ჩანს და კიდე ბევრი რამე. ალექსანდრეც როგორ გაიზარდნენ, როგორც ხოლმე საქართველოში და ბევრი საინტერესო დეტალია რა. არ შემიძლია წარმოვიდგინო როგორ მოერევა მერაბიო და ესე მოერია მერაბი და ხაჩევს და ხავებს გაუგვირდათ. ესეც ახალი სათამაშო. მადლობა მერაბ. აქ აიგულისხმება იცით, მერაბის ამ ბოლო ჩხუბს ჰქონდა ძალიან დიდი კოეფიციენტი რომ მერაბი წააგებდა. კი არა და უმარი იყო ფავორიტი, თან ძალიან დიდი ფავორიტი. ფსონები დგება იმის მიხედვით, თუ რომელ მებრძოლზე რამდენი ფსონი კეთდება. იმ მებრძოლის კოეფიციენტი იკლებს, მეორესი იზრდება. მერაბს თუ ჰქონდა 4-11 ჰქონდა კოეფიციენტი და ეგ იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლიოში ადამიანების უმეტესობა ბეტს აკეთებდა უმარზე. ისი გვარიდან და რეკორდიდან გამომდინარე. არ და მერაბს პირველად მაგარისები ჰქონდა. ჩვენ კი ვიცოდით ვინ მოიგებდა და ჯაკუზი. No. ეს მაგარი მომენტი იყო. ხავის ხელით ჩამოვართო. მოკლედ, დამილაიქეთ ვიდეო რომ კარგ ხასიათზე ვიყო. ლაიქები ხომ იუთუბერის ხასიათს აუმჯობესებს. და ასევე გულშემატკივრეთ ჩვენს ბიჭებს, რომლებიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის. ეხლა მას ვიაო ლურჯი ქორევის მაისური. ლურჯი ქორევი არის ნიდრის ჰოკეის ქართული კლუბი, რომელიც მიდის ხა ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ და იმედია კარგი შედეგით დაბრუნდებიან. წარმატებები ლურჯო ქორევო, ალბათ თქვენ იცით. UFC-ს აქციები უნდა ვიყიდო, მაგრამ სამ UFC-ს აქციებს ვიყიდი, მანამდე მინდა ვიყიდო მეტას აქციები. ჩემს საინვესტიციო პორტფელში მაქვს $99 და მოდი ამ $99 მეტას აქციები მივამატოთ ჩემს სხვა აქციებს. კიდე მერჩიეთ დანარჩენები რა ვიყიდო და UFC-ს აქციების ყიდვა მე მგონი კარგი მომაფიქრდა ახლა. მერაბის ვიდეოებიდან გამომდინარე.